გამარჯობა, ტკბილებო და სპორტლებო. ეს კი ამინდია ჩვენთან დღეს. მაგრამ ჩემთვის არ არის კარგი ამინდი, იმიტომ რომ ეხლა მივდივარ კბილის ექიმთან და მომიყო ნერვი და დამიპლომბო კბილი, გუშინაც ვიყავი და ეს წამალი რაღაც ჩამინდეს, რაც კლავს ნერვს. ხოდა დღეს ისე დამიბარა ექიმმა. სიმართლე რომ გითხრათ, ნერვი ვლობდა, ისე ნერვიულობ, რომ შემცივდა და ამ სიწყეში კუთხე ჩავიცვი, ნერვიულობისგან შემცივდა. ხოდა რა ვიცი, საშიკი არ არის მე მგონი, მაგრამ მაინც ძალიან მანერვიულებს და არის ეს ამნო. მომენტად ამას გადაურჩებოდა და არ მინდა ტერაპევტი, მე კიდე გადავიღებ, რომ მოვჩებით მე ტრაკამენტიო. გურიკა მომყვება, თან დღეს სახლში მიდის და გუშინაც მომყვებოდა. ხოდა მე ძალიან ნერვიულობ. და მანერვიულებს თუ მეტყვი. ხოდა დღეს დამომიღებენ ნერვს და მიპლომავენ კბილს. აი ასე. ცევდიანი დღეა. მე ძალიან ნერვიულობ, ეს კაფეები და ისე ნერვიულობ, რომ ცივა. ართულია ხო გურია? ჩემი სიტუაცია. ექიმთან. ბაზარი არა ძალიან ცხელა. ძალიან ცხელა და ეს კურტკარაზე ჩავიცვი. ხო არ მეტყვის ვინმე. შახაბაზი სახელი იყო. შახაბაზი კი არა, ჩემი კბილის ამბავი მიჯერს მან. ამბილებულია. მან ცოტა გამომიყურებ ნახეთ მან. შეხნებული. მოკლედ გადახედე. მოვედი უკვე კაიხანია. კბილის ექიმიდან, სტომატოლოგიდან, გმირდა. გაბუძელი, საერთოდ არაფერი არ გამიგია. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მარტივად ამომიღეს ნერვი კბილის ეგ და დამიპლომბეს უკვე. ჯერ ვერაფერს ვერ ვჭამ. და ვერაფერი, მაგრამ ისე მარტივად ჩაიარა, როგორც კი წარმოვიდგენდი, მე გული მისკდებოდა და მეგონა რომ ეტკინებოდა, მაგრამ ზარდარფი ამტკენია. და ნერვი რომ ამომიღეს, მე კიდევ ველოდი რომ არ იყო ჯერ ამოღებული და მეგონა რომ უბრალოდ წინ დავდნენ და ან მეთქი ნერვის დროის უნდა ამომიღოთ, მეთკინება და უკვე ამოვიღე. უკვე ამოვიღე ექიმმა და მეთქი მართლა? ანუ ძალიან მადვილი ყოფილა და თუ იმეს გიწევთ არ შეგეშინდეთ, მე წამოვედი აფთიაქში და რაღაცები ვიყიდე კოლებისთვის, ესეც ვუვლიდი, მაგრამ ეხა ისე შემეშინდა ამის მერე რომ საერთოდ არ ვიცი კიდე მაგ რაღაცებს აყიდი და გაძლიერებულად ვქვნავთ კბილებს, რომ ეგივე აღარ დამემართოს, იმიტომ რომ კაი არ არის. ეს უნდა იყოს. მე კიდევ ტკბიანურად მოვიქეცი, რომ იქამდე მივედი, სანამ ამტკივდა ნერვი და მაგიტომაც არ გამიგია ალბათ არაფერი, თორე ნერვის ატკებას რომ დავვლდებოდი და მე რომ მისულიყავი, აი მე მედირებოდა ყოფა. აი მე. ხოდა თქვენც ადრე წადით ხოლმე, სანამ გაგირთულდებათ, თორე რომ გაგირთულდებათ, მე ალბათ უფრო ეგ პროცესი. ხოდა ესე დღეს გვაქვს ზაფხული, აი გეფიცებით. ზაფხულის ამინდი თუ არ იყოს, აი ისე ცხელა ეს მათვია მარტო და всё. აი ძალიან ცხელა. მართლა იქ რომ მივიდოდით გაში ფეხით, ანუ ვიწყევლა ყველაფერი ერთად, იმიტომ კუტკა მიცოდა კინაღამ დავიხუთე. ეხლა просто ლამაზია, ყურეთ რა ლამაზია. ჩვენთან რა ხეებმა დაიწყეს უკვე აყვავილება, ეს ხე ტყემლის ხო აყვავილდასი თქმის იქით უფრო მეტად არის და მე გაჩვენებთ და მოკლედ რაღაცა იებიც ამოვიდნენ და გაჩვენებთ. მაგათაც აი ცოტაკაც არის. პოპსკვიპი გადაფულდა უნდა შევჭრათ. აი ეს თიკაი ამინდები გვაქვს. აი ესე. აი ამ ხეებს ჯერ ისე არ ეტყობა. და იქით არის კიდე ერთი ხე, რომელიც ყველაზე ადრე აყვავილდა და გაჩვენებთ ახლა. აი აქედან ჩანს როგორი გაყვავილებულია და ძალიან ლამაზად გამოიყურება, რო არ მოგატყუოთ. მე ვარ ძალიან ბედნიერი. ეს იმიტომ რომ კბილის ამბავი ძალიან კარგი ჩაიარა და ჩემი ნერვიულობა წაიღო. ძალიან კარგი. მოგაროთ აი რაღაცა გაწუხებს და მოგიშვება ერთის და მეორეც ირაკლი რომ ამბობს, იმიტომ რომ აი ძალიან სხვა შეგრძნება ყოფილა. აუ რა ლამაზია ხე გადავუხოთ. როგორი ლამაზია ეს ხე, აი უბრალოდ არის ულამაზესი. აი ნახეთ პროსტა. ეს არის ტყემალი. გიშდები აყვავილებულ ხეებს და
ხმა თუ გესმის არის ფუტკრები. ვაიმე რა ლამაზია. უბრალოდ შეხედეთ. ვაიმე. აი, ულამაზესი. For chance. კიდე. ბობი. სხვა ხებჯერ არა, მაგრამ აი აქეთ. აი აქეთ. ამასაც ეთყობა პრინციპში. მალე ეს ისე ფოთლებს გამოიღებს ეს თხილი. და ქორბას უგამწვანდება. ეგ ძალიან ლამაზია. და ეგ თუ ხედავთ, ეგ არის? ეგ ხედავთ? რიცით ეს ბუდე. ეს ბევრია აქ. ხეებზე ცხოვრობენ. ხარა. იამასკი. აი ნახე ეთყობა. აი ეს ფოთლები იქნება ყველა პატარა ხცები რო ეთყობა. შენი ყველა ფოთლებია. ნახეთ. აი მე როგორ ცხელა. აი ეს ბებია და ბობუს ვარს ჩვენებენ კიდე. ამას აქში ეს მიწა სამუშაოებენ ახლა როგორც ხედავთ. ნახეთ. არბილებენ უდნო. ესე. ხელით. რაღაცებს ჭრის ბობუ. რატო არის ჩვენებენ? არ ვიცი. კიდე ბობუას ნახეთ რამდენი მოუწყდა ბობუას საწყობია. ანუ აქ რას არ ნახავთ, აქ უბრალოდ რამდენი კაბელები და რაღაცები აქ. მართლა აქ რას არ ნახავთ, ეს ძველი სახლი ცალკე რო არის ხომ სამშოუია რა ბიუწყია. აქ ბობის მოყვანამდე იყო ძაღლი, თავში ლეკვებით, ან ლეკვები გააჩინა აქ და ვაჭმევდით ხოლმე. ხო და მე კიდე კატას ყავდა ერთხელ კუნტები ვიღაცისას. აი აქ. აქ ხარ აქ ძინავს ჩემ კატას. გაჭამო, მოგიტან, ჯერ არ მომიტანი, არ ვიცოდი რო იყავი აქ. აი საჭმელს ელოდება, ეგ რა თავში ჯამი თივასთან. მოვალ დამელოდე? საჭმელს ელის ეხა ჩემგან წავმოვტან. დამელოდე მოგიტანოთ, მისა. ბუშკუნ. დაიწყო. აი კატის ხათი ჭამანუ კატა რო ჭამს იქ ხედავს და თვითონაც გადაწყვიტა. ნახეთ. ერთმანეთის ჯინაზე აკეთებენ ხა ამას. უბრალოდ შეხედეთ თუ ზაფხული არ იქნება, თუ გაჩვენდებით ჩიტების ხმასაც გაიგონებთ. და არის აი ულამაზესი. ეგ თაბიც მოჩანს. დათოლილი. ძალიან ლამაზია. ცხოვრობა ამ პერიოდში. განსაკუთრებით. და ლამაზია აი ბალახით რომ წვანდება, მაგრამ აქ ნახეთ როგორ გაფუჭებულია ეგ ბალახები. ამოგლეჯილი. ძალიან ცუდია, მაგრამ არ ვიცი რატო იბრძვიან აქ ამ ბალახს ესე. წავს ხოლმე ბაბუა ჭრის არა და მომწონს ეს მწვანე ბალახის ეფექტი მე პირადად ძალიან. ამ ბოლო დროს ძალიან რომ ვფიქრობ რაღაც ეს პერიოდია. თან რომ ზუსტად ფიქრისთვის არის ეს გამოჭრილი ტვიტყვიან. თამური რამ ხდება ესეთი კარგი უფრო მეტად აი არ ვიცი მაგრამ თან მინდა აი იმთვის დასაწყისში წავიდე თბილისში ამ წელს და რა მინდა თქმა იმიტომ რომ ვამბობ ხოლმე არ ხდება ხოლმე მე მასე რამდენჯერაც თქვი ბერადოს ვერ წავედი მაგრამ ამ თვის ბოლოს უკვე შეგვეძლება რომ დავიწყოთ რემონტი ბინაში თქვენ იცით ალბათ რომ თბილისში გადავდივარ მალე საცხოვრებლად ხო და ამ თვის ბოლოდან უკვე შეგვიძლია ოფიციალურად დავიწყოთ რემონტი იმიტომ რომ აქამდე გასაღები არ გვქონდა ჩაბარებული და ეხლა გვექნება უკვე და დავიწყებთ რემონტს ხო და აი იმდენი რამეა გასაკეთებელი ამ დედაჩემი შემოდგომამდე ჩამოვიდა მანამდე ნუ უკვე გადასულები ვიქნებით ჩვენ და უკვე რაღაცებს გამოგზავნა დაიწყო ჩვენთვის აი თბილისში რომ წავალთ ახალი ვიდისთვის ძალიან მიხარია სმარში რომ გითხრათ რაღაცნაირად აი ძალიან მიხარია კიდე რომ მაგას ძალიან აი მგონი ჩემზე მეტად ამნარელოდება მარტო არ ვიქნები რა თქმა უნდა კურიკა და ლუკა ჩემთან იქნება ლუკა პირველ რიგში იმიტომ რომ ანუ რადგან თბილისში გადავიდა უკვე სათამაშოდ მას ჭირდება ადგილი ისაც დარჩება აუცილებლად თუმცა ჩემი ბინიდან ლუკასაც თამაშობს იქ დინამოს სტადიონამდე არის ძალიან დიდი მანძილი ან თბილისში ერთი ბოლოდან მეორეშია ფაქტიურად და ეგ ცოტა ალბათ კი არა კომფორტული იქნება რომ გზაში 1 საათი სულ ცოტა დაეხარჯება რა ტრანსპორტითაც არ უნდა წავიდეს
ხო და ეს ცოტა არაკომფორტულია, მაგრამ რას ვიზამთ. რაღაცები ყოველთვის კომფორტული ვერ იქნება. ხო და რაღაცა აი ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ძალიან ბევრი და ირო წავალ აუცილებლად დაგათვალიერებინებთ ყველაფერს. ისე აი არ ვიცი, ისე მიხარია. ეს კბილიც ახლა რომ გავიკეთე. საერთოდ არ მტკიოდა და ცოტა შემეძლო გადამედო, მაგრამ აი რომ გადამედო, თათნობრივია რომ ძალიან გამირთულდებოდა ეგ ერთი. და მეორე მე არ მინდოდა რომ აი თბილისში გადავალ. მერე რამე მომიწიოს ექიმთან და მერე რომ იქ რო რაღაცა არ მინდოდა და ამიტომ ეხა მაგიტო უფრო მქონდა ეს ასე ვთქვათ სტიმული რომ მომეგორებინა ეგ ამბავი ვიდრე მერე ხო და ასე რომ ესეთი ამბები გური კაი დღეს წავიდა ანუ გუშინაც მომყვებოდა კბილის ექიმთან გუშინა წასულიყო სახლში მე გუშინ გადადოდა რადგან დღეს დამიბარეს ექიმთან მითხრა რომ აი ის უგამოყვებიო და დღეს გამომყვა ისევ ხო და დღეს უკვე დავიპლომბე მორჩა ყველაფერი და გური კაცი წავიდა სახლში ოჩემ მღერის ხო და ესეთი ამბები მე ისეთი ჯერჯერობით არაფერი არ მომხდარა მე მგონი ის მოყვა შემიძლია აღირს რომ ძალიან ჩვეულებრივად მიდის ცხოვრება ეს აფხული მოდის გადაფხული მოდის უბრალოდ და ძალიან მიხარია და აღდგომა მოდის და ისე მიხარია აღდგომა ძალიან მიყვარს დღესასწაულები ვინც მიცნობს ყველა მიცნის რომ მე ვარ აი მოსიამოვნე დღესასწაული და ისე მიყვარს აი დღესასწაულები რომ მოდის რომ ჭკუაზე არ ვარ აი ძალიან მიხარია და იმედი მაქვს რომ მალე გადავალ და იმედი მაქვს რომ ამ ზაფხულს ანუ გაზაფხულისკენ უკვე გადასული ვიქნები გაზაფხულის ბოლოსკენ მაინც იმიტომ რომ ალბათ რემონტს 1-2 თვე დაჭირდება ჩვენი არის თეთრი კარკასი და ეგ ალბათ უფრო ამარტივებს საქმეს რემონტთან დაკავშირებით მაინც ამ ნახეთ რა კარგია უკან სიმწვანე წინადად მკითხეთ რომ აქ აღარ იქნებთო და ხახო ეს დაიწყება უბრალოდ დამატებით ვიქნებია თბილისში და რა თქმა უნდა აქაც ვიქნებით რა თქმა უნდა არა აქაც ვიქნებით გაზ ვიქნებით და ასე შემდეგ იქ თბილისში უფრო კარგია იმ მხრივ რომ სამსახურებია ჩვენთვის ყველასთვის და ჩვენ უფრო იქ გვაწყობს ახალგაზრდებს ასე რომ აქაც ვიქნებით იქაც ვიქნებით არაფერს არ ვტოვებთ სიმართლე რომ გითხრათ ეს ბაბუაჩემი და ბებიაჩემი აქ ცხოვრობენ და ცხოვრობენ ჩემი ძაღლით კატაც ჩემი ძმაც სანამ სკოლას არ დაამთავრებს და მოკლედ ესეთი ამბები